საქართველოში ტექსტილის საწარმოებს კრიზისი აქვთ. ამ მიმართულების ბიზნესების წარმომადგენლები საექსპორტო მოცულობების შემცირებას მთავარ პრობლემად ასახელებენ და ამბობენ, რომ გასული წლიდან მოყოლებული შეკვეთების კლების პარალელურად უმეტეს წარმოებებში თანამშრომლების შეამცირეს ან ოპერირება შეაჩერეს. ფაბრიკა დაიხურა ყველა და ეს ატელიები ცოტა მუშაობს პატარებით, აი რაოდენობა 5 მკერავი უზიზო, 3 უზიზო, აი ეს კი ინდივიდუალური კერვა, მასიური არა. გადავიდის სპეცსაცველებზე ევროპა გადავიდა და ევროპა გვაძლევს ჩვენ შეკუთარ ფაბრიკაში. ავსტრია მაძლევს შეკვეთას, გერმანია მომცა შეკვეთა, ეხა იტალიამ უკვე მომცა ზამთრის კურსკები. ეს ყველაფერი შევასრულეთ და ახალი შეკვეთა არ აგვდა გავაჩერე და სახლში გავუშვი მკერავი, ძალიან ბევრი მყავდა მკერავები და ძალიან ცოტა დაგჭა 100-მდე და მყავდა 200-300. საქართველოს საფეიქრო დარგის მიმართ ინტერესი რამდენიმე წლის წინ განახლდა. ადგილობრივი სამკერვალო საწარმოების საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ახალ პარტნიორებს და დამკვეთებს აჩენდა. გასული წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა ტრენდი შეიცვალა და პირველად ვერსიად მუშახელის სიძვირე დასახელდა. ინვესტორების ინტერესი ქართულ საწარმოებთან თანამშრომლობაზე, როგორც უნისტილის დამფუძნებელი დღეს ამბობს, ბაზრის არასტაბილურობამ გაანელა. ნაცნობრივ გაუძლო, უმეტესობამ სრულად ვერ გაუძლო და ფაქტიურად საერთოდ დაიხურნენ. ეს ტენდენცია საკმაოდ დიდი ხანია უკვე ნელა-ნელა მიმდინარეობს და ამ პერიოდისთვის შეიძლება ითქვას, რომ სრულად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტიურად ეს სფერო მოკლეს. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ექსპორტში, შიდა ბაზარშიც კი. განსაკუთრებით ექსპორტის დროს და სტაბილური სიტუაცია შეიძლება ეს ერთის მხრივ ვითომ ჩანდეს, მაგრამ რეალურად შიშის ფაქტორი დიდია და რა თქმა უნდა ყველა ერიდება ამას. ახლა ექსპორტზე არავინ არ ჩამოვა 5 და 10,000 დოლარის პროდუქციის შესაკვეთად, ხო? აქ მინიმალური თანხები იწყება 100,000 დოლარიდან და ზევით და ადის მილიონობით ბრუნვამდე. ამ თანხების აქ ჩამოსატანად და ამ თანხების აქ ჩასადებად უკვე ყველა ერიდება. საერთაშორისო მსხვილი ბრენდების ჩამონაცვლებლად აღმოსავლური ბაზრები არ გამოდგება, ამბობს გიორგი ბარნაბიშვილი, რომელიც განმარტავს, რომ ალტერნატივა, რომელზე სწორებაც დღეს კეთდება, არარელევანტურია, რადგან ეს ქვეყნები წარმოებლები თავად არიან. ტანსაცმლის წარმოების კუთხით საქართველოში სამწუხარო არის, რომ საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკა დაუკავშირდა აღმოსავლეთის ქვეყნებს უფრო მეტად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დამოკიდებული აღმოსავლეთის ქვეყნების ნედლეულის ნაწილში, წარმოიდგინეთ, რომ ისინი ნედლეულს აწარმოებენ, ქსოვილს აწარმოებენ, ხო, აქსესუარებს აწარმოებენ და მათგან ჩვენ ვყიდულობთ და როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ კონკურენტები თვითონ იმ საწარმოების, რომელ ქვეყნებშიც ჩვენ ვყიდულობთ ნედლეულს. ხო, ეს ახლა აბსურდია. მაგალითად, დასავლელი ბრენდი უკვეთავს აღმოსავლეთში, რომელიმე ქვეყანას პირობითად რაღაცა დიდი რაოდენობის პროდუქტს. ჩვენ შეგვიძლია რომ მათთან კოლაბორაციით მოვახდინოთ შეკვეთების გარკვეული მოცულობის, ესე ვთქვათ, მიღება საქართველოში წარმოებებში და ამის პრაქტიკა არსებობს. თუმცა აქაც დაბალი არის მაინც იმის მაჩვენებელი, რომ რომელიმე აღმოსავლური ქვეყანა პირობითად რაღაცა შეკვეთების, ესე ვთქვათ, რაღაცა გადმონაწილებას დააპირებს, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ურჩევნია თავიანთ ქვეყანაში დატოვონ ეს წარმოებები. სტატისტიკის მიხედვით ტექსტილის ნაწარმის ექსპორტმა შემცირება 2024 წლის შემდეგ დაიწყო. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე 96,5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ტრიკოტაჟის და სხვა სახის მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი გავიდა. 2024 წლის მონაცემებით კი ექსპორტზე 122 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავყიდეთ. შემცირება 21%-ია.